დღევანდელ ვიდეოში გადავრჩებით ტყეში 10 ლარად და 100 ლარად. ჩემთან ერთად იქნება ნიკა. გამარჯობათ. და ახლა მოდი დავატრიალოთ ბორბალი და გავიგოთ ვის შეხვდება 10 ლარი და ვის შეხვდება 100 ლარი. აქ გვაქვს ჩვენი იღბლიანი ბორბალი. წავიდა. ტრიალებს. ჯანდაბა 10 ლარი შევხვდა. როგორც ჩანს ნიკას დღეს 100 ლარით მოუწევს გადარჩენა. ჩვენ კიდევ ერთი ბორბალი უნდა დავატრიალოთ, რომელიც მოგცემს ესე ვთქვათ სტარტერ პაკს. სადაც შედის თოკი და დანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სახელი ამოვა, იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდება მხოლოდ 10 ლარით გადარჩენა. და ვინ ამოვიდა? საბა, yes. მაშინ ახლა გადავინაცვლოთ უკვე საყიდლებზე, ვიყიდოთ ყველაფერი რაც საჭიროა და ტყეში შეხვდები. წავედით. Let's go. მოკლედ პირველი ვიყიდე, რაც ყველაზე მთავარია გადასარჩენი რამ და ეს არის კარავი პატარა. 35 ლარი არის ფასი. სანამ საბა სახლის აშენებით იქნება დაკავებული, მე კარავში დავისვენებ. მოკლედ ნიკა ძალიან დიდ დრო გადარჩენას აწვევა დღეს, მაგრამ მე რადგანაც ღატაკი ვარ, საჭმელი მექნება ერთჯერი სუპი. არ ვიცი, ისიც არ ვიცი წყალისად უნდა ავადუღო, მაგრამ ერთი დია, მაგრამ სავარაუდოდ მაგას ვიზამ. რავი, ნიკა ალბათ იყიდის მწვადს ან რაღაცა ეგეც. მე როგორც მდიდარმა, უნდა ვიყიდო მწვადი და შესაძლოა მაგან პატარა მაყალი და ნახშირისაც ვიყიდი რა. მაყალი ღირდა 20 ლარი. წყალი ვიყიდე და ენერგეტიკოს ვიყიდე, ამ ქილას გამოვიყენებ იმისთვის, რომ წყალი ავადუღო ამაში რა. და საჭმელს ამით შევჭამ. თან ენერგიასაც მომცემს, გავგრილები კიდევ ასე რა ვიცი. ეს სამწვადეს ვიყიდე, დაახლოებით 10 ლარი ღირდა და ვიყიდე კიდე ეს მრავალფუნქციონალური დანა, რომელიც ყველაფერში გამოსადეგია, 15 ლარამდე ღირდა მგონი ეს დანაც. კაი, ეხლა რაღა დაგვრჩა, წავედით ტყეში. მოვედით მეგობრებო ტყეში მე და ნიკა. ნამდვილად. და ეს არის ჩემი კუთვნილი დანა და თოკები, ძალიან ბევრი თოკი შემხვდა მე, საბედნიეროდ და ეს დანა არის აი ესეთი. ტყისთვის ძალიან გამოსადეგია ჩემი აზრით. აი პირველი ჩვენი კარავი, გამოსადეგია ძალიან და რავი, გამოვიყენეთ. სანამ მე ქოხის აშენებით ვიქნები დაკავებული, ნიკა ამასობაში უბრალოდ კარავს გაშლის და ესე მარტივად გამოძვრებ. ნახშირი არ მომიწევს ტოტების ასაგროვებლად სირბილი, საბასნაირად. აქ გვაქვს რავი, მაყალი, დანა, ცეცხლი, ყველაფერი მოკლედ. მე მეგობრებო ეს უბრალოდ ერთჯერადი სუპი ვიყიდე, რომელსაც მოვიმზადებ და შევჭამ. ეს იქნება ჩემი დღევანდელი საჭმელი. შენ რა იყიდე საჭმელი? მე ვიყიდე მწვადი. ხო მაჭმეო. სუნს შეიქრძნებ რა. აგერ კიდე რა თქმა უნდა მარილი ვიყიდე, გემრიელად ხომ უნდა დავამარილოს მწვადი და წყალი რომ მოგუწყურდეს. მე კიდე ვიყიდე ეს ლიტრანახევიანი წყალი და ენერგეტიკული ეს იქნება ჩემთვის ესე ვთქვათ ჩაიდანის ესეთი თერმოპლედია, ეს მოკლედ ეს არის საბანი მარტივად რო გითხრათ, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამას გამოვიყენებ კარავის ასაშენებლად. კარგი, მაშინ მოდი ახლა შევუდგეთ კარავების აშენებას. სათხა? კარგია, რა თქმა უნდა. დავიწყეთ მაშინ. თქვენ მანამდე არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ 100,000-ზე უნდა ავიდეთ აუცილებლად. კარგი, მოკლედ მეგობრებო, აი ეს ადგილი ავარჩიე. 4 ხი არის ზუსტად იდეალურად დადებული ჩემთვის რა. ნაგავს არ უყრეთ ძირს, იმიტომ რომ ამ ადგილზე რომ მოვედით ძალიან ბევრი ნაგავი ყრია ძირს და არ შეიძლება ეგრე ნოყრეთ ნაგავს. აი ამას ასე შემოვახვევ და ამას მე შევკრავ ახლა. ნიკას კარავს ბევრად აჯობებს ჩვენი კარავი, მეგობრებო, ეს იცოდეთ. ჩვენსაში სული და გული იქნება ჩადებული. ნიკა კიდე რაღაცა ნაყიდი კარავით მარიაჟობს აქ. ნელ-ნელა წამოვიღებთ და შემოვახვევთ აქ. ეგ არის. იმედია კარავს გავაკეთე და თავზე არ დამენგრევა. მოკლედ ეხა გავშალოთ კარავი, მაგრამ ცოტა მსუბუქი ჩანს და იმედია ქარი არ წაგვიღებს ამ კარვიანად. მეც არა ვარ ძალიან ძიმე, რომ შევაჩერო ეს კარავი, ასე რომ სიმართლე რომ თქვა, კარავს პირველად ვშლი ცხოვრებაში, ასე რომ არანაირი გამოცდილება არ მაქვს. მოახჩერე. ეს რა არის? აჰა, უკვე გაიშალა რა მარტივი ყოფილა. იმედია რამეს არ გავაფუჭებ ეხა. გონი უკვე ავაწყეთ ეს რაღაცა პლასმასის კუთხეები უნდა ჩავარჭოთ გონი მიწაში. შემდეგი ნივთი ჩვენი ინვენტორიდან. მეგობრებო, თუ შემჩნიეთ, ვის გავარ დაწერეთ კომენტარებში. შემდეგი ნივთი არის აი ეს თერმოპლედი, რომელიც ფოლგას გავს. ეხლა როგორ ვაპირებ ამის სახურავის გაკეთებას, ესე იგი. ამას გადავაფარებ და ძალიან გენიალური აზრი აქვს. ამას დავუყენე ქვები რა. ვიფიქრე გავხრეთ თქო, მაგრამ ძალიან ხელია და შო გამეხვდა და დაიხეოდა. ამიტომაც ასე ქვები გავუკეთე. ახლა აი აქ შუებში კიდე ერთი უნდა გავაკეთოთ. აი აქ გონი ძალიან ბევრი ჭიანჭველაა და არ მინდა რომ შემჭამონ, ასე რომ სხვაგან გადავიტან კარავს რა. აჰა, გონი აქ უკეთესია. დავასრულოთ ჩვენი კარავი. და მგონი გაგვიძლებს ღამეს კარგად დავიძინებთ, არ ჭიანჭველები შეგვჭამენ, საბასგან განსხვავებით. ბაძეც აქ
ჰაერი რო შემოვიდეს და თან ჭიანჭველები რო არ შემოყვეს და კაი აბა მე დაგემშვიდობებით უნდა დავიძინო ცოტა სიგრილეში პატარა ქვები არა ეს მეგოი ძალიან პატარაა ხო ცოტა დიდი გვინდა ჩვენ აი ასეთი აუ რამხელა ჭიანჭველები არიან წავედი დაუბრუნდეთ ბაზაზე ეს მეორე თოკი გქონდა მეგობრებო თასმები მოდი შევინახოთ იმიტომ შეიძლება სხვა რამეში დაგჭირდეს ამიტომ ამას გამოვიყენებ всё ეგ არის ეს ერთი მხარე მორჩა და მეორე მხარე გავაკეთოთ ეგ არის სახურავი გაკეთებულია მეგობრებო რო რამე იყოს არ დაუსველდებით იმედია თამე გავაკეთებ მეორე ეტაპს ესე ვთქვათ რა რომ კედლებივით მქონდეს და თლად მარტო სახურავის იმედზე არ ვიყო რა ესე იგი აქ გავაკეთებ როგორ ეს ხო არის ერთი და ამის დაბლა კიდევ ერთ თოქს გავაბავ სამი თოკი მოვიგე ძალიან გამიმართლა გავაბავ კიდევ ერთ თოქს და მე მოვიტან ტოტებს ან რაღაცა ეგეც და ამოვაფერებ რა რომ კედლები გამომივიდეს ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ქოხი გამომივა აი ესე ეხლა აქ შემოვატრიალებ და ეხლა წავიყვან საპირისპირო მხარეს და ეგ გავკვანძავ ეგ არის ეს ერთ იმას გაუშლია უკვე კარა შენ კიდე მაგას იცი ეს რა კაი რამეა აბა რა თქმა უნდა დავეტევი მეც არა კი დავეტევი ნიშველეს ოი რა კაი რამეა ორი კაცი ჩვენივად ეტევა მეგობრებო თქვენ წარმოიდგინეთ რა გეშინია არა დაწვეული ხარ არა აბა მე ცოდვილობ რაღაცა თოკებს ვაბავ და რას აღარ ვაკეთებ ამას გაუშლია უკვე წადი რა იწვალე შენი საქმე გააკეთე წადიში აი გავაგზავნოთ ჩვენ ისევ ხა მეორე ისის გავუკეთოთ რა ქვია კიდე ერთი ეტაპი და всё მე დავიწყებ უკვე ტოტების ძევნას სანამ ეს ბავშვი ცოდვილობს ჩვენ მოვანდომოთ ჭამა და დავიწყოთ წოდის შეწვა აი გადავიტანოთ ახლა მაყალი კარგი ადგილი ვნახოთ ამ პარკს აქ დავაგდებ სადმე რამეში გამოგვადგება მოვიტანოთ ახლა ნახშირი თოკი მეორე თოკი იქ ხალხია მაგრამ დაიკიდეთ ასე იქ ნიკა ცოდვილობს წვადი უნდა შეწოს აი ხელები დაეთხვა რა გოიმი აი არა უშო წყალი მდინარე არის ჩვენთან ახლოს და გონი გადავრჩები გონი საკმარისია და ეხლა ამ საბასნაირი რო გავხდი წავალ ხელებს დავიბან თორე ასე არ მეშველება არაფერი ეხლა წავედით მეგობრებო იქით არის ცოტა ფოთლოვანი ხეები შევეცდები რომ ტოტები მოვჭრა დიაძლიერიდან არ არის მაგრამ რაღაცას მოვახერხებ ე აქ შეშა და ტოვა ვიღაცამ აჰა ეგ არის საკაიფო ის გამოგვივიდა მეგობრებო ნადირობა კაი შეშა არ გვიჭირს ნიკას ნახშირი არაფერში არ გვჭირდება შეუძლია შეჭამოს მე ამას აქ დავიყრე ახლა ასე და ასეთებს კიდევ ბევრს მოვიტან რომ ქოხი დავამთავრო ეგ არის ეს ერთი მზად არის ძალიან მაგარი გამოვიდა უბრალოდ აქ კიდევ ორი კედელია გასაკეთებელი ამისთვის ტოტებია საპოვნელი თუმცა მანამდე მე ვფიქრობ რომ ჯობია ნელ-ნელა ცეცხლისთვის მზადებაც დავიწყოთ რა იმიტომ რომ ნელ-ნელა ბნელდება და არ მინდა რომ დამიბნელდეს აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი სასმელის რეკლამა ბიზნესმენი აღწაშია ბოლოს წასაც ხომ უნდა მივხედოთ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია აქ დგას ასე და მედი არ გაგვიხვიჭდა თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ბასრიდანაა მაგრამ ეხა მხოლოდ მწვადის ცეცხლით მე ვერ გავწვევი. ასე რომ ეხა ცალკე კოცონი პატარა დავანთოთ და არ მინდა რომ გავიყინო რა. წავედით ეხა პატარა ფიჩხები მოვძებნოთ. მოვაგროვეთ უკვე ბევრი, კიდე მინდა ცოტას და სამწუხაროდ ბიუჯეტი არ მეყო რომ შეშაც მეყიდა, ასე რომ ასე მიწევს წვალება მაინც რა. სამაგიერად ის გაზის ბალონი მაქვს, ასე რომ დანთებაზე მაინც არ მომიწევს წვალება. ეხა მინდა რომ ცოტა ქვევი მოვიტანო და ფორმა მივცე კოცონს რა. აუ მეგობრებო, ვიღაცა უკვე წვაც წვავს რა. უკვე ისეთ სუნი გასო ნერწყვი მომდის. ასევე სანამ მე აქ შეშეს ვაგროვე, მინდა გითხრათ რომ გვაქვს TikTok ედიტების გათამაშება არხზე. მოკლედ წესები არის ძალიან მარტივი. ამ ვიდეოდან უნდა გააკეთოთ TikTok ედიტები, რომელსაც ექნება ჰეშტეგი cherry. გინდათ ქართულად, გინდათ ინგლისურად. მნიშვნელობა არ აქვს. სულ გვეყოლება ორი გამარჯვებული, ერთი იქნება არჩეული მის მიხედვით თუ ვის ექნება ყველაზე მეტი ნახვა და მეორე იქნება ის ადამიანი, ვისი ედიტით ყველაზე მეტად მომეწონება მე. რამდენი შეშალა ძმა. გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგ ვიდეოში და ორივე გამარჯვებული მიიღებს 50 ლარს. ხო, ნელ-ნელა ამ ბიუჯეტს გავზრდით რა თქმა უნდა. თუ გინდათ რომ უფრო მეტი TikTok ედიტების გათამაშება გავაკეთო ხოლმე, აუცილებლად დააჭერეთ გამოწერის ღილაკს და მოწონების ღილაკს და დატოვეთ კომენტარი, რას ფიქრობთ. TikTok ედიტებს ველოდები. ცოტას ვიჩეთერებ და ნიკას დავასწრებ. აქ არის უკვე გავზადებული ქვები რა. ხო და ამერს ხა მე მოვიპარავ, წავედით. სანამ მე აქ ქვებს ვეძებთ, ეხლა გამოიწერეთ არხი რა. ეს პატარა ყვაწვილი ავიყვანოთ 100.000 გამომწერზე რა. თორე ცოდოა ტირის ხოლმე.
ეს მაიმუნი. აქ მე მეგონა რომ ავიღებდი აქედან ქვებს, მაგრამ დაუსწრია. კაი, აქ მეორე კოცონიც ვიპოვეთ, ძველი. ასე რომ აქედანაც ავიღებთ ცოტა ქვებს. ცოტა დიდებია და თრევა მოგვიწევს. რომ სიმძიმეა ბიჭო. ლივის ქვეშენა მოვაღწიეთ. რა მოიტანი ძმა? ქვები. ნახე მე რა გავაკეთე? ბიჭო. ეს შემოხვალ, აქ წამოწვევი. კედლები დავამთავრე. ხო, აშკარად ჭიანჭოლებთან ერთად ძილი მოგიწევს. მოგეშინია, მაგასაც მოვაგვარე, მე არ ინერვიულო. გამხილა პარკი გავაძრე. ნიკა რო იძახდა ჭიანჭოლები შეგჭამენ, ალბა ეხა შემჭამონ. ამას უყურეთ. პროსტა რა ვინც ეს დააგდო აქ, დიდად პატიოსანი ადამიანი არ არის, რავი, ტყეში ამხელა რაღაც რატომ დააგდო. ჩემი ღლაზე დაუგდიას მეგობრებო. ამას ეხა დავაფენ ჩემს უმაგრეს ქოხში და ეგ არის რა. დასაძინებლად შვენიერია. ყოველ შემთხვევაში ჭიანჭოლები მაინც არ შემჭამე იმდენად. ოღონ ეხა ცეცხლოვან დავანთოთ, იმიტომ ბნელდება და აციუდება რა. სანამ ცეცხლს დავანთებთ მეგობრებო, მე შემიძლია აქ ენერგეტიკული დავლიო. Red Bull-ი ყოფილიყო უფრო გამისწორდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბიუჯეტი შეზღუდული ვიყავით. ამას ეხლა იმიტომ ვსვავ, რომ მე ეს გამოვიყენო ცეცხლის, კი არა, წყლის ასადუღებლად რა. აუ, რომ ხილა კრაზონა შენი დედა. წადი რა გთხოვ რა. წადი. წადი. ოი მეგობრაზე. მოკლედ მეგობრო, დაგვიღამდა განათებას ჩავთეთ. ნიკა ისეთი შემოთავაზება მაქვს შენთან რა. ანუ იმდენი ფიჩხი არ გვაქვს. ცალცალკე რა. რო ცალცალკე პატარა ცეცხლი დავანთოთ, თან დღეს უფრო დავაბინძურებთ. ამიტომაც მე ესეთ რაღაცას გთავაზობ. გავაერთიანო და ერთი დიდი ცეცხლი დავანთოთ შუაში. დავთანხმდები რა. ანუ მე უბრალოდ გაწყობს. ჩემ ფიჩხსაც გაგინაწილებ რა. აი მე მოდი ფიჩხეს მოვიტა, შემამდე ეგენი გააკეთე. ასე. აუ, სად გადავრჩი მეგობრებო, მარტო ჩემი მითი რას ვიზავდი ჩემ ფეხებს. ნიკა არ ვიცი შენ ამდენი ხანი რას აკეთებდი, მაგრამ მე შენზე ბევრად მეტი ფიჩხი ვიშოვე. რა იყო, მთელი ტყე გაჩეხე თუ რა. მეგობრო, მაინც გუნდურად უნდა იმუშაო ტყეში როცა მოდიხართ. მარტო ვერაფერს გახდებით. ეს ნედლია ძმა, რანაირი ტოტები მოგაქვს. მოდი მე ხე ჩემი სანთებელიც შევესებიდან თელს ვარ და შენი ის მოვიხვალოთ. ცეცხლი. როგორ წავუკიდოთ ხა მას? მოდი ცოტა ფუღუროსავით გავაკეთოთ. გააკეთე მიდი. შენ მოგანდებ. გუნდური მუშაობა ნიკა ხა მე თუ ცეცხლი ვანდავათო შენ. აი მოდი ნიკა ესენი ავაგროვოთ. წიწვები რა ამას. მარტივად ეკიდება ხმელია. ცეცხლი. ხა პროსტა. ესენი ცოტა ისუქრათ რომ რა დაიწვევი რა. მე არ დავიწვევი, მაგრამ შენ თუ მოეხმარები ტაქსი ძავ. ოი ბლე. გავიბოლე. დააყარე ბიჭო. რა ხათავა. მალე. მიაყარე ესე. იმედია დღეს არ გადავწყვოთ. იმედი. უკვე წაიგი. ცეცხლი. ზო. დავაი წრეზე ვიტრია. ეხა ამ ტოტებს უნდა მოეკიდოს, პროსტა ტოტები იქითაა ნიკა. გადავა იქით. არ გადავა, უნდა გადავიტანოთ. ეხა ერთად რო არ გვიქნა, ხო დავრჩევით ის. დავრჩევოდით. მეგობრებო, ხა სანამ ცეცხლი იწვის, მე და ნიკა შევეცდებით, რომ ეს გაზის რაღაცა გამოვიყენოთ. სო, ეგ არის ჩავსვის. ამას თავისი ის აქვს. ოპა, აუანთე. ეს პროსტა ესე გახურდება და ეგ არის? სო, ძალიან უნდა გაახურო პროსტა. ეგ არის. ამას მოეკიდე, ეხა აქეთ ეს მოვუკიდოთ. ხო და აი ეს ძალიან დიდი კუნძი მოვათრიე და დავაგდეთ, იმიტომ რომ ეს ფიჩხი არ გვეყოფოდა და ვიპოვეთ, რადგანაც ბარემ ერთიანად გადავწყვიტეთ. ყველაფრის გაკეთება ბარემ ერთიანად გავაკეთოთ. მე ჩემთვის დოშირაკს გავიგეთ. სანამ წოდებს ვიხედავთ, შეგვიძლია დავალაიქოთ ვიდეო. კი ბატონო. და TikTok editების გათამაშებაც არ დაგავიწყდეთ. წოდის შეწვით რომ უკვე მოვიდა, მე-13 მოვიდა, მაგრამ არა უშავს. ცოტა შევიბოლით, მაგრამ არა უშავს. ესე გამოიყურება ჩვენი მწვადები. გონი ცოტა ბევრია, ასე რომ შეიძლება რაღაც გამონაკლისი დაუშვა და საბასაც ნიკა შენ უკან ნიკა. აუ, კაი, აღარ. ეგ გამონაკლისი აღარ დაიშვება, საბა არ შეჭამს არავითარ შემთხვევაში. მარტო დამტოვეს და აი რადგანაც მარტო არ მოდი გავაკეთოთ ერთჯერადი სუპი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი powerbank-ი ეყოფა ამ ყველაფრის განათებას. ეს ჩემი წყალი მეგობრებო, ეს ჩემი კილა. აი ეხლა დავაყაროთ ეს ყველაფერი. აი აქ დაუდგო. აი ნენა დუხს. აი ამასაც შევჭამ. მე ამათ დავასწრებ, სანამ წვადი იქნება, მე უკვე გავძღები. ასევე შეგახსენებთ, რომ TikTok editების გათამაშება გვაქვს, გააკეთეთ TikTok editები ამ ვიდეოდან, დააწერეთ hashtag-ით cherry, არ აქვს ისობას ინგლისურად იქნება თუ ქართულად. და გექნება შანსი რომ 50 ლარი მოიგოთ. ორი გამარჯვებული გამოვიდება შემდეგ ვიდეოში. საუკეთესო edit-ის ავტორი მოიგებს და ყველაზე მეტი ნახვის მქონე edit-ის ავტორი. ასე რომ წარმატებები. შეცხوار გააკეთებდი edit-ს. მე მაგ საქმის პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ შეიძლება რა. უკან გაიხედე. აუ ნამდვილად კარგი კარავია, არც ძალიან სიცივე შემოდის, რაღაცა არც ჭიანჭველები, ივეშიც, მაგრამ აუ ციგანი. ოღონ აქ თუ დავიძინებ ყურებში რამე უნდა ჩავითხოვ, რომ ჭიანჭველები არ შემიძლია. დავიწყოთ ჭამა. აი ესე გამოიყურება მეგობრებო, არ ვიცი ამდენ ხედავთ, მაგრამ ცხელია. სანამ ნიკას წვადი შეიწევა კაცო. და დააკომენტარეთ თუ გისწორდებათ ასეთი ტიპის ვიდეოები და კიდევ გავაგრძელებთ აუცილებლად. დიდი მადლობა Hungry Man-ს, გვერდში უდგას ჩემს არხს ეხმარება განვითარებაში. ისინი რომ არა, ასეთი ტიპის ვიდეოებს ვერ გადავიღებთ.
აუ, მართლა გემრიელია. რა ვეთქვი? ნიკას აქვს ხოჯობია, ცოტა მლაშია მგონი. აუ, ნუ მანანებ რა გააფსი რა. დაძინებით ვერ დავიძინებ, მაგრამ ცოტა სამოუწები დავისვენებ. შევეცდები რომ ეს ღამე როგორმე გადავაგოროთ. ნიკას რა ენაღლება კარავშიო ჩაიკეტება, ძალიან არ გაიგოს ამ ბუნების ისა, მაგრამ აი მე რა უნდა ვთქვა. ტორიკი, ძილის დროა, ნუ კარავში კომფორტულად დავიძინებ რა. არა მგონია მაინც კარგად დამეძინოს ეხა. ხვალდილით გნახავთ რა. გაჩვილი დაიძინებ. მანამდე არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო. ბოლო კადრიდან გავიდა რამდენი საათი. ყველა განათება დაგვიჯდა. ცინავს. ცეცხლს ავიცი ხა. ნელა ქრება. ეს არის და ეს დანარჩენს დილით დაგიბრუნდებით რა. პოსტა ყველაფერი დაგვიჯდა, აი ვაფშე ყველაფერი. პაუერბანკები დაგვიჯდა. განათებები დაგვიჯდა. ტელეფონი მაქვს ხა 20%-ზე და ამასაც ვიზოგავ. რომ დილით გავაგზავნო გადაიღება და გათენდა მეგობრებო. ჩაუიცვი. მაგრაციო ემენა გავიყინე. ცეცხლი გვინთია კიდე. რომ ჩათვალეთ არ მეძინა. ყოველ 15 წუთში ვდგებოდი, ან ფანარს მონათებდი მეთქი. ამე არ მოვიდეს თქო. ან ცეცხლს ყარაგულობდი. ჩანახეთ, აი. ზე ამოდის. ამოდის რა მოვიდა, მაგრამ ამოდის მოკლედ. გვიზავზო. როგორ გეძინა, აბა? კარგად ეხა რა. გეძინა? კი, სხვადასხვა მეძინა. ხო, სანამ შენ გეძინა, მე აქ ტყურებს ყარაულობდი. კაი საქმე გაიგეთებია. პატარა ცეცხლია ვანთით ისევ. თორე გავიყინებით მართლა. ოღონდ ნახეთ რა ლამაზია. ტელეფონი არის დამჯდარი რა, აი ბოლო კადრი გადავიღე ღამის. მაგის მე ტელეფონი გავთიშე რომ არ დამჯდარიყო და დილითაც რაღაც გადამეღო. თორე ხა ამ კადრს ვერ გადავიღებ. კაი, მეგობრო, დავშალოთ ჯობია. ეს ტოტები შეგვიძლია აქვე დავყაროთ, ამას არაფერი უჭირს. ეყაროს, თავი თოკები ავიღოთ და ეს ცელოფანი რო გაქვთ რაღაცა ეგენიც ავიღოთ რა. ასევე მინდა ვთქვა რომ ხალხი ძალიან ბევრი ნაგავს ყრის რა, აი ძალიან, აი ჩვენს გარშემო ხო იყო კიდე სხვები და ხო იყვნენ და იმდენი ნაგავიყრია რომ რა ვიცი, ეხლა დრო რო გქონდეს მართლა დიდი სიამოვნებით ავალაგებდით ყველაფერს, მაგრამ ფიზიკურად მაგდენი დრო არ გვაქვს. მოკლედ ეხლა ავალაგოთ კარავი. თულია ამის დაკეცვა. არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთოთ. ეს როგორ იყო დაკეცილი, არ ვიცი, ეგრევე გაიშალა. როგორღაც წავათრევთ რა. ხო, წყალი დავასხით, რა თქმა უნდა, არ დავტოვებთ გაღვივებულს. რაც თავია გადავრჩით. გადავრჩით.